აი ამ ფაქტების შემსწრეს გამიჩნდა სურვილი ვიყო პროკურორი. დავით უსუფაშვილს პროკურორობის სურვილი ბრიტანელი ექსპერტების დასკვნამ გაუჩინა. უცხოელი სპეციალისტების განმარტებით, წამალაშვილი არველაძის სატელეფონო საუბარი ფაბრიკაცია არ არის. ბრიტანული საგამოძიებო კომპანია GPBW-თვის შეკვეთილი ექსპერტიზის შედეგები ალიანსმა თბილისი მერიოჩი შეკრებილ საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გააცნო. კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავაცოცხლოთ ჩვენი მეხსიერება ამ საუბართან დაკავშირებით. მიშა მელაპარაკებოდა რა გუში რა. ხოდა რა შეფროდა SMS-ი ეს ოდესეთ რაღაცა და ხო ისე გავაო როგორც რეკრონიკა და მე ვხარე ოთქო მაგრამ წინასწარ თქო ტოკ-შოუზე იკითხიან რომ აი ჩვენ ესეთი მოდელიერება გავაკეთეთ და რაღაცა თქო რა. ხოდა აუ ეგო არ თქო რა ითელ მუღამს დაუკარგავსო პირიქით. აი მე ვიცი კოდექსში არის მეცემეტე მუხლი თქო. Просто გიჩვლებენ გიორგი. უცხოელი ექსპერტებისგან მიღებული პასუხების შემდეგ ლიდერები სატელეფონო საუბრის მონაწილეთა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყეს. ყოველგვარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის სატელეფონო საუბარი, რომელიც გამოქვეყნდა და რომელმაც პირდაპირ ბრალი დასდო მიხეილ სააკაშვილის ამ გადაცემის და პასუხისმგებლობა დააკისრა ამ გადაცემის მომზადებაზეც და მის ამ ფორმით გაშვებაზეც დადასტურდა რომ არის რეალური. უნდა შევიდეს საჩივარი პროკურატურაში ძალიან კონკრეტული დასაბუთებული და იურიდიულად მომზადებული. ჩვენ მიმართავთ ჩვენს ხავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რათა დავიწყოთ იმ შესაძლებლობების განხილვა, რამდენად მოხერხდება საგამოძიებო კომისიის შექმნა. ალიანსში განმარტავენ, რომ ამ სატელეფონო საუბრით სისხლის სამართლის კოდექსისა და კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი დაირღვა. მათ შორისაა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მომხმარებლის განზრახ სიცრუეში შეყვანა. ჩამოთვლილ კანონდარღვევებზე ალიანსის მიერ ეროვნული ღირსების საქმედ გამოცხადებულ ბრიტანულ ექსპერტიზასა და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე უმრავლესობა რეაგირებას არ აპირებს. ამ მოთხოვნაში ახალი არაფერი არ არის თავისთავად, რაც შეეხება ექსპერტიზას, მე ვერ გეტყვით ვინსად და რა გააკეთა. ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულ, სრულიად კონკრეტულ ამოცანებზე ვართ ფოკუსირებული. ის ფაქტი, რომ სარუკანეთის მეშვეობით გავრცელდა FSB-ს მიერ მოპოვებული კონკრეტული ინფორმაცია, ამ ფაქტის გამოკვლევას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უმრავლესობა არც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გამოხმაურებია. ბრალდებებს არ პასუხობენ არც სატელეფონო საუბრის მთავარი გმირები, ეკა წამალაშვილი და გიორგი არველაძე. მიუხედავად ამისა, ალიანსმა საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროკურატურაში განცხადებების შესატანად ხელმოწერების შეგროვება დღესვე დაიწყო. ქვეყნის პირველი პირისთვის კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციით საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პარლამენტს პრეზიდენტის გადაყენება მოსთხოვოს.